მოგესალმებით მეგობრებო, ვიწყებთ გადაცემას ბატონი გიორგი ვოლსკი, ვიცე-სპიკერი, ჩვენი პარლამენტის ქართული ოცნების ლიდერი, არის ჩვენი სტუმარი, ჩვენი მეგობარი. იწურება ეს წელი. თავარი რაც რასაც ჩვენ მივახციეთ, პირველ მე ჩემს აზრს გეტყვის, ნახან შეჯერების და შეჯამების დროა. პირველი რომ არ დაუშვით ომი, ეს ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ 22-დან მოყოლებული ყოველი წელი საშიში იყო და ყოველ წელს თავისი საშიშროებები მოჰქონდა ომთან დაკავშირებული და ეს ძალიან მაგარია. მეორე რასაც მივახციეთ, ეს არის სტაბილური ზრდა ჩვენი ეკონომიკის, მიუხედავად 1000 დაბრკოლებისა და 1000 ასე ვთქვათ, პრობლემისა, რომ ჩვენ შევძელით და ეს სტაბილურად გავლეთ ეს რთული დრო, როდესაც ბევრი მტერი ყავდა შინ და გარეთ. მესამე ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მეგობრებო. ყოველგვარი მუხანათობის ყოველგვარი დასავლეთთან დაფინანსებული აი ესე ვიტყვი პირდაპირ ცდელობის ჩვენი ქვეყნის არავის არ დაუშვა სახელმწიფომ ეს და ესეც ძალიან მნიშვნელოვანი და მეხუთე არის გაგრძელება ჩვენი ეკონომიკური თუ პოლიტიკური ხარდამჭერების და ურთიერთობის დივერსიფიცირებისა. ანუ ჩვენ გავაგრძელეთ სხვადასხვა ვექტორზე მუშაობა და წარმატებასაც მივახციეთ. ამას მიტყველებს ჩვენი ხელისუფლების უმაღლესი პირების ვიზიტები სხვადასხვა ქვეყანაში და ასე შემდეგ. ეს რაც მოკლედ შეიძლება ბევრი რამ გამორჩათ, ხო? თქვენ დაამატოთ. მე დავამატებდი თავს რა, ჩვენი საზოგადოების ჩამოყალიბება, როგორც არანაკლები თუ მეტი არა ნებისმიერი ევროპული დემოკრატიის დონეზე. და გათვითცნობიერება ყველა საკითხებში, რასაც ადრე არ ექცეოდა იმდენი ყურადღება, ძირითადი თემები მაინც სოციალურ საკითხებზე იყო გადატანილი. ახლაც ესეა, პრობლემები ბევრია, ძალიან არასასიამოვნო ჟღერს, რომ სულ მოდმევად ეკონომიკური ზრდა, მაგრამ რაღაც გარკვეული პრობლემატური ატმოსფერო შეიქმნა ისეთი, რაც ჩვენ ბავშვობაში არ გვახსოვდა ეგეთი. დაპირისპირებების ხარისხი თავისი შინაარსით გაცილებით სხვანაირი გახდა, გაცილებით უფრო დაუნდობელი და ესეთი ცივსისხლიანი ხშირად ვამბობ მაგ სიტყვას, მაგრამ ფაქტია, რომ ძალიან დაიწია წლოვანება აი ამ ბოროტების, გუღრძოობის და დაუნდობლობის სინდრომმა შეაღწია ძალიან დაბალ, ძალიან ახალგაზრდა თაობებში. მე ვერ ვიტყოდი, რომ მასიურად არის ეს, ჩვენ ხშირად აგვაქვს ახალგაზრდებთან შეხვედრა, ჩვენი კოლეგები ლექციებს კითხულობენ სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში და საკმაოდ ისეთი პოზიტიური დამოკიდებულება აქვთ ახალგაზრდებს, მაგრამ შიში იმისა, რომ ამ ახალგაზრდებს გინდ მხარდამჭერებს, გინდ ნეიტრალურებს და გინდ თუნდაც იმ არ ვიცი არ მიყვარს ეს სიტყვა აკაცუკია თუ არ იქნება სამართალი არ იქნება მშვიდობა ეს რაღაც გარკვეული სექტას შეიძლება საფრთხე შეექმნას ისეთი, რომელსაც ექნება შეუქცევადი ხასიათი და აქედან გამომდინარე ვაფასებ იმას, რაც შენ თქვი. შევძელით სტაბილურობის შენარჩუნება და ყველასთვის. ყველასთვის ეს არის ჩვენი მოვალეობა, თუნდაც სახელმწიფოს წინაშე, თუნდაც უფლის წინაშე და ერთმანეთის წინაშე. თუნდაც იმ მოგონებების და ტრადიციების წინაშე, რაც ყოველთვის ახასიათებდა საქართველოს და რამაც დღემდე მოიყვანა. ცოტა შეიძლება სენტიმენტებიც გავურიოთ ჩვენ კომენტარებში, ვინმე ახალი წელი შეობა და ჩვენ ყველას გვახსოვს ის ახალი წელი, როდესაც ეს სიხალისე, სილაღე ახასიათებდა იმ თაობას მიუხედავად რაღაც პრობლემებისა. სერიოზული პრობლემებისა იყო გაცილებით უფრო თბილი საზოგადოება ვიდრე დღეს არის. რადგან მოდი, კაი, ზუსტად გათიშვაზე მინდა ვისაუბრო. მოდი, როგორც არის, ისე ვილაპარაკოთ. არის ისე, რომ გლობალური ლიბერალური დემოკრატია, ლიბერდებილობა გლობალური კრახს განიცდის. ბოლო მაკრონიც კი ამბობს, რომ ევროპას პუტინთან უნდა ჰქონდეს ურთიერთობა. ამერიკა რას ამბობს და ევროპას რომ ლამის ომი გამოუცხადა, ეგ საკეთებაა და ამაზე დავა არ შეიძლება. ამერიკა მონროს დოქტრინის თანახმად, ახალი მონროს დოქტრინის თანახმად, აგნებავთ კარგად დავიწყებული ძველის ცოტა ხანში გააიასნებს ბოდიშის ლენგისთვის ურთიერთობას
ნავთობით ყველაზე მდიდარ ვენესუელასთან და იქ არის მისი ასე თქვა უკანა ეზო. და ევროპა მიატოვა, შეიძლება ითქვას, ესე საუბრობს, ყოველ შემთხვევაში ესე ჩანს და ჩინეთთან და რუსეთთან რაღაც ახალ გარიგებაზე ჩალიჩობს. სოფლიო მართლაც მულტივექტორული გახდა. რო უყურებ ევრო-ჩინოსნებს, აბსოლუტური დიდი ბოდიშმარი, იდიოტები, აი აბსოლუტური ჩამოყალიბებული იდიოტები, რომლებიც ცოტა ხნის ამბობდნენ, რომ რუსეთმა უნდა დაჯარიმდეს, წავართვათ ფული, ანუ როგორც წაგებულ ქვეყანას, ან რუსეთმა უნდა შეამციროს არმია. და ნუ ეს ყველაფერი ბელგიამ და ევროკავშირმა დაანგრია, ეს ყველაფერი არაფერს არ მისცემენ, ცენტს არ მისცემენ რუსული აქტივებიდან უკრაინას. ესეც გავიდა. ამასობაში აქ არის მე არ ვიცი, არც ბრბომინდა, არც გიჟები უწოდო, არც ნახირი, მაგრამ ნუ რაღაც ძალიან ისეთი ადამიანები, რომლებიც მაზოხისტები, რომ ეჯახებიან რაღაცას. აკო ბობოხიძემ ხო გვიწოდა ნახირი ყველას. მე არ მინდა უწოდო. ხო, არასწორია, იცი, არასწორი, მაგიტომ ცდება. მაგიტო არ უყვართ. და რა ჭირთ ამათ? და დავსვეთ უშენ. მე პრემიერთან ინტერვიუში წავიწყდი. ხანდახან მეცოდება, რომ პოლიცია რო გიჭერს, ახალგაზრდა ხარ ან მოხუცი ქალი ხარ, გიჭერს, არ არის ესე თქვა. კი, მე დახუმანურობას იჩენს, მაგრამ მე ისეთ რაღაცას იტყვიან, ისეთ დაგწყევლიან, ისეთ არაქართულ, არახუმანურ რაღაცას იტყვიან, რომ უბრალოდ ახია თქვენზეო ამბობ. ნუ არისო და თავდაცვის ორი საშუალება აქვს ხო სახელმწიფოს. ერთია ორგანიზება გაუკეთოს რაღაც იმ ჯგუფებს, რომელიც ფიზიკურად დაუპირისპირდება ადამიანებს, მათ და მეორეა კანონით იმოქმედოს და კანონით მოქმედებს სახელმწიფო, ყველგან აღინიშნება და კვირა არ გავა, რომ ევროსაბჭომ გაგიკვირდებათ. რამდენჯერ ვიმეორებ, რომ ევროსაბჭომ არ გამოაქვეყნოს პოზიტიური რეიტინგი საქართველოს. მაშინ რაშია საქმე? კითხულობთ ჩვენ და პასუხს ვაძლევთ ცოტა უფრო პრიმიტივიზმი არ გამოვა აქ, იცი, პასუხის დროს. წარმოიდგინე ერთ-ერთ ფაქტორს გეტყვი და თუ გნებავს ამაზე გავაგრძელებთ ლაპარაკი. 100 მილიარდი დოლარი თუ ევრო დაიკარგა. ჰაერში გაქრა. ომის დროს. ეხლა დღემდე უკრაინა ხო არ შეიძლება რომ რამოდენიმე უკრაინელმა მაღალ ჩინოსანმა ფული ჩაიდო ჯიბეში და გაქრა კოსმოსში აორთქლა სადღაც. არა, ყველაფერი კარგად იციან. გამორიცხულია რომ ამაში არ იყოს ის ხალხი დაინტერესებული აი ომის და პრობლემების გაგრძელებაში, რომლებსაც ეშინიათ აუდიტის. იმიტომ რომ ომი დამთავრდება, დასრულდება აუდიტი მსდრომოვა. აქედან გამომდინარე ომიდან გამოსვლის პროცესი იგეგმება აბსოლუტურად სხვა კრიტერიუმებით, ვიდრე ჩვენ ამას შერჩეული ვიყავით ისტორიის განმავლობაში, რომ ერთი მხარე დანებდა, მოაწერა ხელი კაპიტულაციას და დამთავრდა. პირველი მსოფლიო ომის დროს და მეორე მსოფლიო ომის დროს იგივე ადგილას გერმანელები აწერენ კაპიტულაციას ხელს. ესე არ ხდება. აქ უნდა ყველას გამოვიდეს მდგომარეობიდან ისე, რომ შეინარჩუნოს თავისი რა, დარჩეს თავის იმაში და ხელი არავის არ ახლოს ამის შემდეგ. რაღაც ჯენტლმენური შეთანხმების თემისკენ მიდიან. ამ დროს თავარი თემა, რაზედაც ამ სტუდიაში და სხვაგანაც გვილაპარაკია, ეს არის ელემენტარულად საკვები, რომ სახელმწიფო გადარჩეს ისე როგორც ადამიანს ჭირდება საკვები, ასე ჭირდება სახელმწიფოს ენერგორესურსი. ფინანსები რასაკურველია. ენერგორესურსი და ეხლა გაიგო საზოგადოებამ, ახალგაზრდებმაც, რომ არსებობს კიდე ერთი მცნება, რომელიც უფრო ძვირია ვიდრე ალმასი და ვიდრე ოქრო, ეს არის სასარგებლო წიაღისეული და იშვიათი მეტალები. ამასთან დაკავშირებით არის ჩამოყალიბებული პოზიცია, ვინაიდან ხვალ შეუძლებელი იქნება იმ ტექნოლოგიური რესურსის გარეშე ქვეყნის გადარჩენა, რომელსაც ეს მეტალი ჭირდება. 90% ამ მეტალების წარმოებისა, საწარმოო დაიპყრო რუსეთმა. ჩინეთმა. ეხლა დონბასში იყო და მე ვამბობ ამ მეტალების წარმოების 90% აქვს ჩინეთს. აქვს ჩინეთს. ეხლა იქიდან გამომდინარე, ავის ტრამპი რუსულ თამაშს თამაშობს, რუსულ თამაშს კი არ თამაშობს, ამერიკულ თამაშს თამაშობს. რუსეთი თამაშობს რაღაც თამაშს.
ქართველები თამაშობენ რუსულ თამაშს, თავრობაზე მაგხდები. ეს ცნებები რაც უფრო მალე დავივიწყებთ ყველა, რა ვინც კუჩაში დგას, ვინც სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობს, სტუდენტები, პენსიონერები, ყველა ეგეთი აღარ არსებობს, დამთავრდა. ყველა თამაშობს თავის თამაშს. ჩვენ რა გვინდა? ელემენტარულად გვინდა რომ არ განახდეს ის უბედურება, რასაც ქვია საომარი პროცესი. თუკი ევროპელების მთელი პლეიადა ამ ახალი პოლიტიკოსებისა ცდილობენ როგორმე აიცილონ პრობლემები და აქეთ გადმოხაჩონ სამხრეთ კავკასიისკენ ეს უკვე ადრე ხო დამალული იყო და მე ამას ვამბობდი, შენ ამბობდი, გეუნებიან, შეთქმულების თეორია, კონსპირაციები გელოდებათ. გამოვიდა ხალხი და პირდაპირ ლაპარაკობს ამასთან დაკავშირებით. ეხლა გუშინ მეუნება ერთი რომ კარგი რა, ეხლა 4 რაკეტა ჩვენთან ომი რამდენი ხანი უნდა გაგრძელდეს. რუსეთისთვის რა პრობლემაა 3 რაკეტა და ომი დამთავრდება. რაკეტა ნუ ახლა თქვა ომი დამთავრდება მოდი. ფოთს დაარტყავთ, ფილის დაარტყავთ და რას ნიშნავს? ხალხი გარდა მოკვდება. არა, ეს რა იმას ამბობენ რომ რაში ჭირდება ევროპას რომ თქვა რუსეთი წაახალისოს. ხო უპასუხე. არა, უპასუხე. პარტიზანულ ომში გადადით. არა, პარტიზანულ ომში. არა, ეხო უპასუხე ამერიკის ელჩმა. კი გასაგებია უპასუხა ამერიკის, მაგრამ ამასთანავე უნდა გავიაზროთ, რომ აქ არ დარჩება არავინ გარეთ. აქ თურქეთის, ირანის, აზერბაიჯანის, სომხეთის ინტერესებია, რომელსაც სხვადასხვა დამოკიდებულება გაუჩნდებათ, როგორც კი პრობლემები. ისევ როგორც უკრაინის საქმე სხვა დამოკიდებულება გაუჩნდა. ხო, მაგრამ პოლონეთს გაუჩნდა, რუმინეთს, ავსტრო-ვენგრიის იმპერიის ქვეყნებს უკვე. ხო, ნუ როგორც არის, ხო ყველა მოვიცით. მაგრამ მისასალმებელია, რამდენად სასიხარულო არ ვიცი, მაგრამ მისასალმებელია, რომ ხალხმა საზოგადოების დიდმა ნაწილმა რუქას დახედა ზემოდან. და შეაფასა. და შეაფასა მდგომარეობა. იცის რომ ის რეზერვები შევქმნით ჩვენ თავრობამ, რომელიც ლარის კურსს იკავებს. იცის რომ ლარის კურსზე მეტის გააფთრებული შეტევა. მაგრამ ვიკავეთ, პატარა სახელმწიფო, ტერიტორიები ოკუპირებულია. და კიდევ ერთი რაც ახასიათებს თქვა ამ ბოლო პერიოდს, გამოჩნდნენ იცით ევროპის სივრცეშიც ადამიანები, ვინც უკვე ღიად და ყოველგვარი დაფინანსების გარეშე კი ბატონო. საუბრობენ იმას, რომ საქართველოს მიმართ არ არის სწორი დამოკიდებულება. და რაც მე მგონი, რა ვიცი, ამას რამდენი გავაგრძელოთ, მაგრამ ცოტა სხვა თემა შემოვიდა, იცი, ბოლო პერიოდში და მინდა იმას დაუბრუნდე, რითიც დავიწყე. არის რამოდენიმე სახე დივერსიის ქვეყნის წინაშე. ეს შეიძლება იყოს იარაღის შემოტანა, უკონტროლო ნარკოტიკები და ახალგაზრდებზე ზემოქმედების ეს დახვეწილი გეგმის განხორციელება, რაც ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში გაცილებით უფრო ინტენსიურად ხორციელდება. და საშიში რაც არის დღეს ჩვენთვის, რაც შეიძლება ხვალაც საშიში დარჩეს მიუხედავად იმისა, ომი როდის დამთავრდება, ეს არის ომი და დაძაბულობა შიგნით საკუთარ ქვეყანაში. დღეს ერთი საკმაოდ მაღალი დონის ჩემ მეგობარ, მაღალი დონის ექსპერტს, მაღალი დონის პოლიტიკოს, რომელსაც ეკავა თანამდებობები საზღვარგარეთ. სხვადასხვა შევხვდი, ვისაუბრე, დიდი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს და არის და ყვება რა ფორუმებზე, ვინაც ლაპარაკობს, ექსპერტები, სახელმწიფო წარმომადგენლები, საკმაოდ კარგი ანალიზი გააკეთა, მაგეთი აღარ გავაგრძელებ, მაგრამ თავარი მაინც პრობლემა არის შიდა ვითარება, რომელსაც ავალებენ და ამ დავალების შესაბამისად გარეთ გააქვთ ის ენერგია, რომელიც მერე ათმაგად გვიბრუნდება უკან როგორც ბოროტი ენერგია რა. აი აქ თითქოს ჩვენები იმაშვებიან რა, მუხტავენ აი ამ ენერგიას და იქიდან მოდის. კიდე ზელენსკის მხრიდან თავიდან რატომ მოგვიძულეს? ჩემი მეგობარი მირეკავს უკრაინიდან, ვერ წარმოიდგენო, ხა იყო რა დიდი ხანი წინ შედარებით, მაგრამ მიცის რა სიტუაცია. ვერ წარმოიდგენ როგორ ქართველ მოძულე პროპაგანდა მიმდინარეობს
უკრაინულ მედიაში მეუნება და გული მწყდება, იმიტომ რომ იმან იცის, რომ ბავშვებს მივხედეთ, ჩამოვიყვანეთ ბანაკებში, დავასვენეთ, სკოლები გაუხსენით, რომ დაახლოებით 30,000 უკრაინელს მივხედეთ. ახლა ბევრი წასულია, მაგრამ კიდევ არჩევიან. რომ ძალიან საფრთხილო და ესეთ რეზოლუციებს შევუერთდით, რომელიც შეიძლება ბოლო თუნდაც ძვირა დაგვიშტეს. არაფერი ამის თაობაზე არსად არ იციან. და პირიქით შალვა ტრადიციული მიმართვა ხოლმე რესპონდენტი რომ კარგია. მიმართა შალვა პირიქით, როგორი სიტუაცია იცი? ნებისმიერი საკითხი, ნებისმიერი რეიტინგი, რომელიც ქვეყნდება, ნებისმიერი პოზიტივი, რომელიც შეიძლება ჩაგვეთვალოს, როგორც აი ევროკავშირთან ერთად მდგომი მძლავრი პოზიციის მქონე ქვეყანა. მეორე დღეს იწვევს ისტერიკას. და ეს ისტერიკა მერე უკვე ითარგმნება იმაში, რასაც თქვათ, იქ ზურა გირჩი ჭაფარიძე ამბობს, იქ ბოკუჩავა, ანა წითლიძე ადამიანები, მაგრამ თავარი მე არ ვიცი ხა წელს ვაჯამებთ და არ მინდა ხასიათი გაუპუჭო ვინმეს, მაგრამ მაინც დასკვნა არის ის, რომ მაინც მიდის სააკაშვილიზე მუშაობა. და რას სააკაშვილი და არავინ სხვა. რამდენჯერ უნდა წააგოს სააკაშვილმა დადებულმა ფსონმა, რომ ის იდიოტი, ვინც იქ არის, ან იდიოტთა ჯგუფი, მიხვდეს, რომ ეს კაცი სულად არის. ესია რა. რატო? აი რა უცნაურია. ჩამოყვანის ოპერაცია ხო? დამანგრეველი რესურსი, რომელიც სააკაშვილს გააჩნია. აქ კიდე ხო? ის არა აქვს ლევან ხაბეიშვილს. აი ჩვენ გვახსოვს ხო როგორ თავი გაიგიჟა და აი ეს ფიზიკურ დაპირისპირებაზე სააკაშვილისეული ნაბიჯები გააკეთა. რებს ლაპარაკობენ როგორი ლიდერი აღმოსავლეთის ვაშინგტონი ვარო თქვა. თვითონ. და შენ ამბობ როგორ ამ გიჟზე როგორ აკეთებენ იმას. მე გეუბნ მაგიტომაც აკეთებენ. და ფიქრობენ რომ საქართველოს თუ დაინგრა და თუ აირია სიტუაცია მოკლედ საუბარია არა სალომე ზურაბიშვილზე, არა მამუკა ხაზარაძეზე, საუბარია მაინც მიშაზე. სალომე ზურაბიშვილმაც ვერ გაკაჩა პირდაპირ, ესე გლეხურად გეტყვით ქართულ ხალხს. სალომე ზურაბიშვილს გაუკეთეს ძალიან დიდი კადრში, ცუდი გაუკეთეს სინამდვილეში. გააგიჟეს. პრინციპში გაგიჟებ იცი არ არის ეგრე ადვილად. სწავლობენ წინასწარ, ვინ შეიძლება გაგიჟდეს. ხო, ნუ სწავლობენ თქვა ალიკო ელისაშვილს და ზუსტად იციან რაზეა წამსვლელი. როდესაც რევოლუცია არ გამოდის, ტერაქტი უნდა ჩაედინო. აქედან გამომდინარე მე არ მჯერა რომ რაღაც ემოციით მოხდა. მაგრამ მაგასაც ჩამდენი უნდა ბატონო. ხო, მაგრამ ვიღაცა ხო უნდა მომზადებული იდიოტი არ არის ის რომ შემოიტანეს ასაფეთქებელი. რა არის? არ არის სქემა, რომელიც ადრე თუ გვიან გამომჟღავნებს. უშიშროებამ ძალიან კარგად. აქედან გამომდინარე დასკვნა ერთია რა, პრობლემები საქართველოში. გასაკვირველი არის და წარმოიდგინეთ 7% თუ გაქვს ეკონომიკური ზრდა და თუ აღიარებენ დღეს რომ საქართველოს საინვესტიციო გარემო ევროკავშირში არის მოწინავე პოზიციაზე. რამდენი გექნებოდა რომ არ ყოფილიყო ეს? რამდენი გექნებოდა? ხო და ეხლა შეტევა მიდის ამ ინვესტიციაზე. კი, რომელსაც ეხლა რა ვნახეთ? დღეს აღმოვაჩინებთ კი ვერ უთქმარეთ, ხო, ბიჭები მუშაობდნენ ამაზე. ესე იგი არის ხელოვნური ინტელექტით გენერირებული სხვადასხვა ზოგი ნამდვილი ადამიანია, ზოგი არ არის ნამდვილი ადამიანი, გენერირებული პატარა ვიდეო კლიპები, რომელშიც ბროკერები გამოდიან და აი ეს მიწა იყიდება საქართველოს რაღაც ხედი გაუგებარი. აი ამ მიწას ვყიდით. აი აქ შეიძლება არაბულ ენაზე მიდის ყველაფერი. არაბულ ენაზე. ეს ყველაფერი და არ ვიცი, მე უნდა გამოგიგზავნო რა, რამხელა საინტერესო. ხო, რამხელა ის არის ჩამონდა რამდენ იმაში და ვიღაცას ჰქონდა იმედი, რომ პატრიოტთა ალიანსი ალტინფო არის ის ნაწილი, რომელიც შეიძლება გადაჭარბებულად, მაგრამ ეროვნულ პოზიციაზე დგას. აბსოლუტურად გაეთქვეფა იმ სტრატეგიასთან, რომელიც მხოლოდ ნაცმოძრაობით ვერ გაკარჩეს რა. ერთად არიან ახლა. ნუ ვიცი რა არის?
თუ ერთად არ არიან და მე რაღაცა მათ ვაბრალებ, ხო? გარედან რო შეხედონ თავის თავს, სხვადასხვას ვერ გააკეთებ. ახლა დიდი ხანია ვიცნობ თარხან მოურავსაც ირბაინაშვილსაც, მაგრამ წარმოიდგინე რა თემა ამასინად გამოვიდა, საუბრობდა აი აბსოლუტურად ისეთ თემაზე, იმ რიტორიკით, რაც ნაცმოძრაობას აქვს. რაღაც გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით. ახლა აქედან გამომდინარე გვიყურებენ თქვენი უпроსწორეთ მუდმივი მაყურებლები და გამოსავალი რაში? ხო, გამოსავალი არის იმაში, რასაც ვაკეთებთ. ძნელი თემა რომელია ჩვენთვის ყველაზე მეტად რო გითხრა. ძნელი თემა ეხლა ყველაზე მეტად არის საარჩევნო კოდექსი. რომ კითხო აი რას რომელი ძნელი უსიამოვნო მაქვს ხედველობაში თორე რას გულისხმობთ? აი გეტყვი ახლა. აი ვფიქრობდი რა ამ თემაზე საუბარი საჭიროა, იცი ხალხს უნდა აუხსნა. აი მაგალითად რას გულისხმობ? საზოგადოებრივი ცხოვრები ჩვენი დიასპორა ზოგადად არ არის ცალსახად ნაცმოძრაობის, მაგრამ მისი მხარდამჭერები, ძველები, ახლები, გაცილებით უფრო აგრესიულები არიან და მე ვერ ვიტყოდი რომ მეტნი არიან. უფრო აგრესიულია იმდენად, რომ ეხლა რაც მოხდა ბაიდენის თავრობის დროს და მე არ ვიცი შეიძლება ეხლა ხდება, დაემუქრნენ ყველას, ვინც მოვა და მხარს არ დაუჭერს და გცნობთ სახეზე, იმათი სიები დეპორტაციაზე გადაეცემა მთავრობას. ეხლა ჩვენი რო ნებისმიერი იტალიაში მცხოვრები თუ საბერძნეთში ქართველმა რომელმაც იცის რომ ადგილობრივი ხელისუფლება ებრძვის საქართველოში მთავრობას რასაკვირველია ემას ჯერა რომ პრობლემებს შეუქმნის ის ადამიანი ქართველი თანამემამულე რომელიც ამ ბრძოლაში ესეთი სასტიკი დემეთია გააფთრებული დუჟმომდგარი ომობს ეს არის ერთი მხრივ კარგია გავშიფრეთ მაგრამ მეორე მხრივ რამხელა შემაწუნებელი ამბავია და აი ამან აუცილებლობა განაპირობა ის აუცილებლობა რომ კანონი მივიღეთ რომ არ შეიძლება ჩვენ ცხოვრობდეს საზღვარგარეთ იყო ვიღაცის პრესის ქვეშ არ იცოდე აქ რა ხდება საერთოდ და გეგონოს რომ მართლა მრავალათასიანები მიტინგები მიმდინარეობს ეკონომიკა ეცემა უბედურებაზე მეც ხო არაფერს გადმოსცემენ და არ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა. ან განწყობა შენი ქვეყნის მიმართ დამოკიდებულება იქ, სადაც შენი ქვეყნის მიმართ არ არის პოზიტიური პოლიტიკური დღის წესრიგი, რასაკვირველია, არის ეჭვის ქვეშ და მეორე საკითხი ეს არის ძნელი საკითხია, მაგრამ ძალიან საჭირო აუცილებელი გადაუდებელი ეს არის განათლების რეფორმის პროგრამა. იცი, აი როგორ არის, იცი? გამომუშავდა აი ამ ხნის განმავლობაში. ამის არ გაკეთება, არ შეიძლებოდა უკვე რა. იმიტომ დონეც ძალიან დაბალი იყო. მე ინდოქტრინირება ხდებოდა ლიბერალური იდეებით, ხშირად გაცილებით უფრო ვოუკ იდეებით, რომელიც იქ კვდება უკვე ევროპაში და აქ ბავშვებს თავგასურება. აქ ბავშვები ძალიან ისე ყავთ რა, მაგრამ ну პოზიტივი ის არის რომ აი აქ შემიძლია დადასტურებულად გითხრათ რომ ახალგაზრდების დიდი ნაწილი შენ როგორც არ უნდა უწოდო და არ მომწონს ის მაგრები არიან კარგები არიან პოზიტიურები არიან ოჯახში გაზრდილები არიან და მარტო ისინი არა ვინც კარგად ღერის და იცის ტრადიცია და ეგ თემა მაგათ აუცილებლად ეგ ჩვენი დიდი სიამაყეა მაგრამ სხვაებიც კიდევ ძალიან დიდი პოზიტიური ენერგია ახალგაზრდებში და მეოთხე კურსელები არიან, დამამთავრებელი თუ შუა კურსელები არიან. სერიოზულ პრობლემას აწყდებიან დასაქმების თვალსაზრისით. აი ეს პრობლემა მოიხსნება. იმიტომ რომ თავის დროზე არ აირჩიეს ის ფაკულტეტი, რომელიც უფრო სარფიანია დასაქმების კუთხით. ხო. და გარდა ამისა, მენტორები, რომელიც ჩვენ გვახსოვს კორიფეები ისტორიის სხვადასხვა დარგების მარტო ისტორიის არა თუნდაც საბჭოთა პერიოდში როგორ ასწავლიდნენ როგორ დამოკიდებულება ახალგაზრდების მიმართ როგორი სხვა იყო ეხლა მოდი გამოკაჩო შენ დროშა გამოდი და დოლზე ამბრახოს მაგალითად ხო
გაფიცვას არა მხოლოდ ტერორიზმს. ტერორსაც, კი ბატონო, კი ბატონო. ტერორიზმი არის დემოკრატიის შენებლობის ერთ-ერთი გზა. ბატონო გიორგი, მე ეხლა ჩვენ ვასრულებ თქვენს ნაწილს განაცემისას. და მინდა რომ აი ახალწელი მოდის, თითქოს ჯერ ადრეა, მაგრამ მზადება უკვე დაწყებულია თბილისის ქუჩები, ძალიან ლამაზი, არა მარტო თბილისის, ჩვენი ქვეყნის და ხალხი უკვე ნელ-ნელა იწყებს აი ამ დღესასწაულისთვის მზადებას. მინდა რომ თქვენც უთხრათ ჩვენს მაყურებელს, თქვენ ხშირი სტუმარი ხართ და გისმენთ ხალხი და უყვართ. რომელ კამერაში შეიძლება ამის? რომინების ამაშია. არა, განსაკუთრებით იმ ოჯახებს მინდა მიულოცო, რომელსაც ეს პერიოდი რაღაც სირთულეებთან ჰქონდა საქმე. ან ადამიანები დაკარგეს ოჯახიდან ახლობლები. ან რაღაცა სირთულე შეიქმნა, მაგრამ ეს ყველაფერი დროებითია და ქვეყნის წინაშე, მომავლის წინაშე, საზოგადოების წინაშე პასუხისგებლობა ყველას ავალებს, რომ იყოს უფრო მხიარული, უფრო გამძლე და არ დაანახოს არც ერთი წუთით იმ პატარებს თუნდაც, რომლებიც მოდიან. TikTok-ს ვათვალერებდი ამას წინათ. როგორი ბავშვები არა, როგორ მღერიან, როგორ ცეკვავენ. აი მათი წელიწადი მოდის. მათ ყველა უნდა გადადოს თავი და თავისი პრობლემა და უნდა ბავშვებზე და ახალგაზრდებზე იფიქროს ყველამ. აი ამას გისურვებთ ჯანმრთელობას, სიძლიერეს და რასაკვირველია მშვიდობას. როგორი აქტუალური გახდა ეს ადგილზელო მშვიდობა. გრულით ადაგზავნოს. თუნდაც წყლითავთ ვთქვათ, მშვიდობისა იყოს. დიდი მადლობა ბატონო, უღრმეს მადლობა. ჩვენ ძალიან საინტერესო ტურები edi შერბენდაზე და ბიზნეს გიორგობიანი გვეწევა ოღონდ რეკლამის შემდეგ. მოგესალმებთ მეგობრებო, edi შერბენდაზე ისტორიკოსი, ბატონი ბიზნეს გიორგობიანი, ძალიან ცნობილი ადამიანი, ეს არის დღეს წარმოადგენს პარტია ერთიან ნეიტრალურ საქართველოს და ძალიან საინტერესო საუბარი გამოგვივა მეგობრებო, რაც შეეხება მიმდინარე ვითარებას, ბატონი გია ხელისუფლების წარმომადგენელია და მეტნაკლებად შეზღუდულია უფრო ვიდრე ჩვენ თავისი აზრების გამოხატვაში. მაგრამ მე პირდაპირ შემინდა თქვენ გითხრათ, რომ დასრულდა ლიბერალური დემოკრატია, ის ევროპა აღარ არსებობს. ევრო თაღლითები უკვე დასრულდნენ, როდესაც მათ დააპირეს დაკაჭაღება რუსის ფულის და უარი უთქვა ბელგიამ და ამერიკამაც პრინციპში რა თქმა უნდა ამერიკის გარეშე ამერიკის გარეშე არ იქნებოდა ხუთმა ქვეყანამ უარი. ხო, უსა გააკეთეს განცხადება. როდესაც ღიად არის უკვე მოლაპარაკებული, რომ ამერიკა მიხედავს დავთობით ყველაზე მდიდარ ქვეყანას ვენესუელას და ევროპას დაუტოვებს რუსეთს, აი ესე პირდაპირ კი არ მერიდება ეს რო თქვა. და როდესაც დღე-დღეზე ეს გაფორმდება, ეს ჩვენი ავადმყოფი ხალხი რასაკეთებს, ამას მნიშვნელობა არ აქვს. რა საფრთხე შეიძლება კიდე იყოს, როცა ასე ბოდიში ოკუპანტის ენისთვის და ესისთვის და გაიასლებულია უკვე ყველაფერი. რა საფრთხე შეიძლება იყოს, აი თუ შეიძლება თქვენგან დავიწყოთ ბატონო ბიზნესი. კი ბატონო. მე მაინც ევროკავშირში ამ ლიბერალურ ელიტებს არ ჩამოვწერდი ეს ჩქარა. აი შედარება არ არის. არა, სასაცილოები არიან. ხო, მინავლებადი. სასაცილოები არიან. არ ყოფილა, ესეც სასაცილოები არასდროს და ყოველდღიურად უფრო სასაცილოებია, მაგრამ მათ მაინც აქვთ გარკვეული რესურსები იმის, რომ მიაყენონ ისეთ ქვეყნებს, როგორც საქართველოა რაღაც ზიანი. ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ მზად იმისთვის, რომ მათგან რაღაც გარკვეული დარტყმები ყოველთვის წამოვა. BBC-ის ფილმისნაირი? შეიძლება უფრო შეიძლება მე არ გამოვრიცხავ ევროპის კონტინენტიდან ან ევროპის კონტინენტთან მიმდებარე კუნძულებიდან რამე ისეთი აქტებიც მოხდეს საქართველოში იქიდან წახალისებული, იქიდან წახალისებული, რომელიც საქართველოში გამოიწვევს რაღაც დესტაბილიზაციას. ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი არ ერიდებიან არაფერს ისეთ თემებზე ლაპარაკობენ, რომ აი დაუშვათ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი. დღეს განაცხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდა საქართველოს მთავრობას,
რომ შეატყობინოს მას გამოძიების შედეგი. და ეგ ჩვენი საქმე არ არისო, სადაც ჩვენ გვთქვა BBC-ს. აი საელჩო BBC და ის რა ქვია საგარეო საქმეთა სამინისტრო მათი აცდენილები არიან. ხო, აი აცდენილები არიან ეს უკვე პრობლემაა. კი, აცდენილები არიან ისე კი, მათთვის პრობლემა. ადრე არ იყო ეგეთი კოორდინაცია იყო. აი კოორდინაცია იყო ხოლმე და უფრო რაღაც იცავდნენ. ადეკვატურად აკეთებდნენ. სხვა შორის აი ესეთივე აცდენა იყო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ერთი კვირის წინ და შემდეგ უკვე მეორე განცხადება მოადგილის რომ ჩვენ პირიქით იქო ვაპირებთ რა ანუ ისეთი პერიოდია ეხლა რომ ძალიან საფრთხილოა ყველაფერი ტურბულენტური პერიოდი ვინც მივა მიკროფონთან თავის სასწაბოს არ არის ჩამოყალიბებული მინავლებადი რეჟიმში არის გეთანხმები აბსოლუტურად ეს ევროკავშირი თავისი რაღაც იმ ვოუკ კულტურების განდიდებით და თავისი რაღაც ლიბერალური სიგიჟით რაშიც ჩაფლულები იყვნენ ბოლო 15 წლის განმავლობაში უკვე ფაქტიურად ეს დამთავრებული ამბავია მაგრამ იქ არის კიდევ ის ძალები რომლებიც აი ერთად უცებ შეიკრიბებიან ხოლმე და როგორც კი ომი დასასრულისკენ მიდის უცებ შეიკრიბება სამი მოტორი სახელმწიფო ვინც არის ევროკავშირის და იღებენ ისეთ გადაწყვეტილებას ან უბიძგებენ ზელენსკის ისეთი ნაბიჯისკენ რომ ჩაშალონ ეს გადაწყვეტილება. აი ეს რა თქმა უნდა საშიში და გასათვალისწინებელია. თუმცა ეხლა მგლიშიში ცხარი ვის გაუწყვეტია და ჩვენი საქმე უნდა გავაგრძელოთ. ბატონო შე ეს მინავლება სოფლიო ტენდენცია გასაგებია როგორც იქნა ინდოეთსა და ჩინეთში მეგობრებო რაოდენობა გადავიდა ხარისხში ეს ფუნდამენტური კანონი აქსიომაა ბუნების რომ რაოდენობის ხარისხში გადასვლის და იმდენი ხალხი გააჩინა ამ ქვეყანამ რომ ეს ხალხი ამ ხალხის რაოდენობა გადავიდა ხარისხში ანუ ტექნოლოგიებში დისციპლინაში დისციპლინარც ისე აკდათ ჩინელებს და ინდუსტრიის განვითარებაში და ასე შემდეგ საქართველოში რატო დამარცხდნენ ერთი ნამდვილად ღმერთს ესე მოუნდა მაგას გასაგებია მაგის გარეშე არ გამოვიდოდა და დანარჩენი საქმე შემდეგშია ჩემი გადასახედიდან ისტორიული პრიზმაში პერიოდი შეიქმნა ასეთი. როდესაც ეს სისტემა, რომელიც მოქმედებს დასავლეთში, დღევანდელ დასავლეთში, ეს უნდა წავიდეს ისტორიის ზარბიელიდან. ეს არის კანონზომიერი პროცესი. იმიტომ რომ ფილოსოფოსები ლაპარაკობენ, მე ფილოსოფოსი არა ვარ, მაგრამ ნებისმიერმა უბრალო ადამიანმა იცის, რასაც დასაწყისია, ყველაფერს დასასრულია. და მით უმეტეს ის პროცესი, რომელსაც ქვიათ ლიბერალიზმის რომელიც თავის დროზე, რა თქმა უნდა, უდაოდ ძალიან პროგრესული იდეოლოგია იყო, გადაიზარდა ლიბერალურ ფაშიზმში და ეს ლიბერალური ფაშიზმი განიცდის მკვდომას. თქვენ რაც კითხვა დასვით ბატონო შალვა ახლა. მოდი მე გავკადნიერდები და ამას ვიტყვი. ლიბერალური ფაშიზმის წინააღმდეგ გადამწყვეტი ბრძოლა დაიწყო საქართველოში და ეს დაიწყო 2024 წლის 30 აპრილს. 22 თუ 24? 24 წლის. რა მოხდა დიდი ბოდიში? რა მოხდა და ის მიტინგი, რომელიც ჩატარებული იქნა მთავრობის სახლის წინ 30 აპრილს. მაშინ იქ ბიძინა ივანიშვილის გამოსვლა. ეს იყო საპროგრამო გამოსვლა. მე ყოველ შემთხვევისათვის ევროპის დეკლარირებული იყო ევროპის არც ერთ ქვეყანაში დაწყებული არც უნგრეთიდან, არც სლოვაკეთიდან, არც ერთ ქვეყანაში არ იყო ისეთი კაფიო გზავნილები მთელი მსოფლიოს მიმართ რომ ეს არ შეიძლება წავიდეს. და მეორე ერთ-ერთი უმთავრესი რაც არის ეს იქცა საქმეთ იქცა 26 ოქტომბერს და მე კიდევ ლაპარაკობ ახლა ხშირად ლაპარაკობ პროფესიაზე რატომ ლაპარაკობ პროფესია ჩემს საკუთარ პროფესიაზე იმიტომ რომ ისტორიკოსი ამას აუცილებლად აღნუსხავს მეორე უდიდესი მოვლენა იყო ნახეთ მისი გამოსვლა 21 ოქტომბერს 21 ოქტომბერს, სადაც მან ჩამოაყალიბა ის პრინციპები, რომელი პრინციპების მეშვეობითაც უნდა გასულიყო საქართველოს ფაქტობრივად ბეწვის ხიდზე. ნახეთ, მეგობრებო, ზუსტად ეს ასე მოხდა. აქ მოხდა უმთავრესი რა. იმიტომ რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ მოწონს თუ არ მოწონს ვინმეს ეს სხვა საქმეა. შეძლო
ხალხისა და ხელისუფლების ეს საოცრება მოხდა. ბოლო 35 წლის მანძილზე ასეთი წარმატება საქართველოს არ ქონია. ეხლა ისე თქვენ მინდა დაგებრუნოთ ბატონ ბიძინა, მოკლედ ცხადია, ჩვენ მეტნაკლებად კითხულობ წიგნებს და ყველანი და ჩვენი მაყურებელი, პოსტების მაყურებელი განათლებული ხალხი უყურებს. იცით ალბათ. ეჭვია მეყარება. ჩვენს ტელევიზიას და ეჭვის შეპარება შეუძლია დეკლარირებულ ეგრეთ წოდებულ სიმართლეებში. მოკლედ, რა თქმა უნდა, ეგრეთ წოდებული ლიბერალური დემოკრატია და ის ოჯახები გნებავთ ოლიგარქიული თუ deep state-ი, ბუნებრივია გლობალისტები, ბუნებრივია მომით ხეირობდნენ. ეს იყო მათი გათვლა და გათვლა იყო რომ რუსეთი დაემხობოდა. როგორც კი ეს მოხდა და როგორც კი ბორელმა გახსოვთ, ბორელმა თქვა რომ ეხლა მოვიდნენო და ნახოთო როგორ იგულავებენო ბოდიში რუსულისთვის კურშაველშიო და შამპანურს როგორ დალებენო ფრანგულსო და მივხვდი რომ საერთოდ წარმოდგენა არ აქვს არის საერთოდ. აი საერთოდ არა მარტო აზრზე არ არის. რუსი, აი ვისაც ეომებიან. ადრე რეიგანის დროს იყო საბჭოთა კავშირის შემსწავლელი ინსტიტუტები და ის ცოტა დაკარგულია და გონიათ რომ ძველი სოვეტოლოგები აღარ აქვს. ხო, რუს მეომარს, რუს როგორც უკრაინელიც იგივე მეომარიერია. ანუ დაანაღლიანებს რომ მილიარდერი ვიღაცა მაიმუნი, რომელსაც იზღით უყურებს, ვინც არ უნდა იყოს, ვერ წავა კურშაველში, ხო? მივხვდი რომ აი უკვე პრობლემა არის. და ამის შემდეგ, როდესაც უკვე ომის ველზე ბევრი რამ გადაწყდა და ერთადერთი საზღაწყდეს არის ომის ველია. ნუ მივხვდი რომ თავარი ჩემი აზრით, რატო დამარცხდნენ და ეს არის სამხედრო წარუმატებლობა. თქვენ რას ფიქრობთ? სამხედრო წარუმატებლობა არ ცოდნა. არ ცოდნა. იმ საქმის რაც დაიწყეს, არც ომი იციან, არც ის ხალხები ყავს ეს. ეს პირველად არ მოსდით მათ. არა, ინგლისი არ მოსდით. პირველი მსოფლიო ომის დროსაც იგივე იყო, მეორე მსოფლიო ომის დროსაც იგივე იყო. გერმანელებმა საერთოდ არ იცოდნენ რა ხდებოდა. აღმოსავლეთის ექსპედიციას ეძახდნენ, ის ომი არ იყო. თავიდან რომ დაიწყეს. ბლიცკრიგი მივდივართ აღმოსავლეთის ექსპედიციაში. ერანგებით წამოვიდნენ და ველოსიპედებით. რომ აი ერთ თვეში ველოსიპედებით ველურები ეგონათ. და სხვათა შორის. მაშინ ეგრე გეტყვით, აგერ ისტორიკოსია და არ მომცემს მოტყუების საშუალებას. მიაღწიეს მთელი საკადრო არმია, რამოდენიმე მილიონიანი არმია, წითელი არმია დააჩოქეს. ეგონათ რომ მოჩოდნაში მივიდნენ და შემდეგ საიდანაც აღმოცენდა სხვა მილიონები. იმიტომ რომ ის უკვე მათ ცოდნა არ ქონდათ იმის რომ რესურსი იყო სინამდვილეში. რომ ვოლგის იქით რომ მთელი ქალაქები და ქარხნები იყო აშენებული და ყველაფერი ეს მათ ციმბირი რო იყო და ასე შემდეგ. ხო, იმიტომ რომ იქ აი შპერთან მისი სამაგიდო ისენი რომ ნახოთ ადამიანმა ნუ არ არის საინტერესო ხარ რაღაც დროს ადოლფ ჰიტლერია, მაგრამ ეს კაცი ამბობდა რომ იქ აქტუალურია მაგ. აქტუალურია მაგ, კი არ კარგავს. აბა შეხედეთ გერმანიის, თქვენ გერმანიის სპეციალისტი ხართ. შეხედეთ გერმანიის დღევანდელ მილიტარისტულ გამონათქვამს. იმ საუბრებში ამბობს რომ იქ რა უნდა ვქნათო ეხლა რომ გადავიდნენ ვოლგის იქით. არ გადა ხო? ხო, იქო არ დამომბავთო იქო რა. იქო ერთი ცალმხრივი რკინიგზა გადისო. და ხიც დავბომბავთ და მორჩებაო ყველა. დავანებოთ იქ თავი, იქ იაპონიის თემა არის. აი როგორც და აქ 64-ს მოვაწყობთ, როგორც ეს ხსენებული ბორელი ამბობდა და იქით იქნება ჯუნგლები. კი ბატონო. ხო, ეს არ იციან რომ ეს ჯუნგლებს რაც ჯუნგლებად რაც გრავიტალური ძალა კი ბატონო. შესაბამისად ეს მათი ეს დიდი შეცდომა გამომდინარეობს არც სოდნიდან პირველ რიგში უძლურებიდან უძლურება უძლურება რა ეს არის აი ახლა რაღაცა ისეთი აღვირახსნილი სურვილი რო კონდეს დაუშვათ მიხსნებაში ყოფ ბერიკაც ხო რაღაც ვერ აკეთებენ ვერაფერს იმიტომ რომ ბრძოლა მაგათ არ შეუძლიათ ომი არ შეუძლიათ არ ომიათ ხო თავის ძოზე ხო ძლიერი არმია ხო თავისთავად ახლა პრუსიული არმია ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი არმია იყო მსოფლიოში და მათი დისციპლინა და საომარი ხელოვნება ეს უმაღლეს დონეზე ჰქონდათ მაგრამ ეხლა უკვე გამოკითხვით გერმანიაში არის ისეთი ვითარება რომ ფაქტიურად იქ რო გამოკითხვა ჩაატარეს ახალგაზრდების მხოლოდ 16%-მა გამოხატა სურვილი იმისა რომ თავის სამშობლო დაიცვა. ანუ თქვენ ეს არის იმ ლიბერალური დაცემამ ხო ღირებულებათა კრახია. კი ბატონო. ბატონო ეხლა მე მინდა თქვენ კითხოთ. ეს გასაგებია. საქართველოში აყვა აი ამ ტენდენციას ჭალებში და რა ტენდენცია უბედურებაა ზოგიერთი ახალგაზრდა. უმცირესობა, მაგრამ გარკვეული უსიამოვნება შექმნეს.
მე არ მინდა მათი ლანძღვა შეგიკვეთოთ. რატომ მოხდა ეს? ვინ არიან? ადამიანები, რომლებიც კი არა აპროტესტებენ, ღმერთმა ხელი მოუმართოს ყველა ვინც აპროტესტებს. ადამიანის სახეს, ქართველის კი არა, ადამიანის სახეს კარგავენ. უბრალოდ არ მინდა იმ მაგალითების ჩამოყი. ვინ არიან? ეს ადამიანები არიან, მე ვიტყოდი ღირებულებისგან დაცლილი ადამიანები, რომლებიც არიან საქართველოში დაბადებულები, აღზრდილები, მაგრამ ქართული ღირებულებების საერთოდ რომ არ გააჩნიათ. ის ადამიანები არიან, რომლებიც მაპატიოს მაყურებელმა და შარვალ ჩახტილი დადგნენ ვიღაცის ერთ-ერთი გამოვიდა, რომელიც დღევანდელ დღეს გამოათრიეს. გამოვიდა. მე რატომ ვლაპარაკობ? ნახეთ როგორი სიტუაცია ყოფილა, თორმე როგორი არაჩვეულებრივი სიტუაცია ყოფილა, კაცი ტირის იმას, რომ ციხიდან გამოაგდეს რა. არა, კაცი ტირის რომ სექსის ნაკლებობა ის. ხო და ეხლა მაგას შევთვის აბსოლუტურად არც ქალაქელის, არც სოფლად ცხოვრების, არც ერთი ეროვნების არქეტიპში კაცი ციხიდან 6 თვე იჯდა და ვერ ვიმამბოდ. გაცრავად და ამის დედა არ ვატირებ, მე ძალიან ის დავწერე რა. გაბრაზებული რომ კიდე კაი ხალხს მართლა რევს უშვებოდა მაგის ეგ ხო იყო გენდივანი ხო იყო? გენდივანი კი არა თავმჯდომარე. თავმჯდომარე თუ რაც არის. სააკაშვილი რო წავიდა პარტიის თავმჯდომარე იყო. მაგის ხალხი რას უშვებოდა? თვითონ ლაპარაკობდა, კაცო, მეო ჩვენო პარტიამო ვიცოდითო ჩვენ თვითონმა ჩვენთაგანმა რა ხდებოდა ციხეებში. და მისი პირით თქვა რა. ამიტომ მე მინდა გითხრათ, რომ ეს ადამიანები არიან მოყვებიან ასეთები ამ უდიდესი ისტორიული ქარტეხილის წინაშე დგას არა მარტო საქართველო, არამედ მთელი მსოფლიო. ამიტომ ეს ადამიანები, რომელზეც მე თქვენ კითხვა დამისვით, ასეთი ადამიანები, მოდი, ეს არის მოყვებიან ასეთ პერიოდს და ეს არის იმ გაუკუღმართებული განათლების სისტემის შედეგი, რომელიც გაუკუღმართებული განათლებაც ჩვენ თავზე მოგვახვიეს. და დღევანდელ სიტუაციაში მე ვიცი და ვხედავ ამ პროცესს. სტუდენტს ველაპარაკებოდი, ჩემო ბატონო, აგერ ბატონმა ბიძინამ რო თქვა, წაღან როდესაც საუბრობდით, შარშან ამ დროს განსაკუთრებით მძიმე პერიოდი ჰქონდა და 2023 წლის მარტში სულ საშინელება იყო. კი ბატონო, გისმენ ოღონდ მითხარი, რა ნახე იმ კანონში რუსული? არ წამიკითხავს, მაგრამ რუსულია. კი, ეს ძალიან ცნობილია. აი, ეს იყო კატასტროფა. ის საქართველოში. იმიტომ რომ ეს მოდიოდა ამერიკის საელჩოდან. კიდე კარგი. ესე იგი, იქიდან მოდიოდა, რომ ესე იგი ხო, ნუ მაგრამ მე რა იყო შემოძვიფასო მეგობრებო კიდე რა ქართველი კაცი იყო ცნობილი თავისი კრიტიკული აზროვნებით. აი ეს კრიტიკული აზროვნება დააკარგვინეს. იმ ნაწილს, რომელი ნაწილის დღესაც როგორ გითხრათ, იცით, იმერეთში იტყვიან ასეთ სიტყვა, ჭაჭანაჭა მინდაურებივით რომ დაბორიალობენ და რას ფიქრობენ და რას აკეთებენ თავადაც რომ იცით. ხო, მაგრამ აი უყურეთ, ხო ყავთ მაგათ აქაური ხელმძღვანელები და მაგალითად ევრობოსი უკეთავს რომ აი ეკლესიას დაარტყი, იქ საწმელში ჩაუფურთხე. რაც საერთოდ მიუღებელია ჩვენი კულტურისთვის. ამათ არა აქვს ერთი ადგილი რომ ამას ეს არ რო უთხრა. მომისმინეთ, იმათმა არ იციან. ამა ხო იცის. ამან კი იცის, მაგრამ იქედან ფულს ელოდება. გავიგე, მაგრამ ესაა საქმე, მეტი არა მარგინალიზდება ამით. კაცო, მაპატია და სულ ფეხებზე კიდიან, დედებს გაყიდიან ფული. აი მაგალითად ეს რაღაცა სიგიჟე რო ჩაატარეს. სასახლის ღობის საქმეო რო იძახეს, სინამდვილეში გადატრიალების საქმეა. და რა ქნეს? აი ხო და ეთქვათ. რომ არა, არ გავაკეთოთ, არ გვაგზალა. შემოშალვა, სახი არის ესენი იმ წეგან რომ ვლაპარაკობდით, იმ ევრობიუროკრატიის. ეს დასახელებები, იმის ღობის საქმე, პიჯაკების საქმე. არა და 11 მილიონზე. ხო. პიჯაკების საქმე ისე მონათლავენ ხოლმე, რომ ეს შეუძლიათ, რომ რაღაცა ისეთი იარლიქს მიაწებებენ, ხო. თორე ეს ღობის ის რო რა ქვია გადაკლებული კი საერთოდ არ იყოს ის ღობე რატო უტევი იმ შემოგვიყვანს საერთოდ არა დაუშვათ გადაკლებული კი არა ეს საერთოდ არ არის არა ღობე პრეზიდენტის ასეთ ქვეყანაში აი როგორც ძაღლის საქმეც ხო იყო ძაღლიო დგასო ჩემო ბატონო და რაღაცა იმ კოსმოსით გადაცემსო სუდად მიიღებს ის ნერვიულობ ხო წარმოგიდგენთ მარაზმა ეს არის რატო შვებიან ამას ვიღაცა ხო არის შერაცხადი ხო არის მე მრჩება შთაბეჭდილება რომ იმათ ხო არიციან გარედან ვინც უკვეთავს და ფულს უხდის ამათ და აქ აკეთებინებენ ამ სისულელეს და არ გამოურიცხოთ იმას რომ ესენი ის რომ აქედან არ ეპასუხებიან და არ ეუბნებიან რომ დაუშვათ ეს კონტრპროდუქტიულია და უფრო უარეს შედეგს მივიღებთ ამით რომ გავაკეთოთ ვიდრე საერთოდ არ გავაკეთოთ ხო
მე არ გამორიცხავთ იმას, რომ ამათაც არიციან. ეს რომ დაუშვათ იქ რო ამბობენ რომ აი ქვევრში ესე ვქნათ და საჭმელში ჩავერ რაღაცა, რომ ესენის უკვე ისეთი პროდუქტი არის მიღებული აი ლომაიას და ბავშვს რო ეწედა და ბაშვი რო დაწერა, გახსოვთ თქვენ? თანაც ორჯერ, ორჯერ. ბაშვი თუ ბავშვი კიდე რაღაცა. ბაშვი დაწერა. ესე იგი ამ ადამიანის ჩატარებული და ეხლა ესენი უცებ შეიკრიბნენ და განათლების რეფორმაზე 80 უცხოელი ეს არის მათთვის თავარი და წმინდა რომ უცხოელმა პროფესორმა მოაწერა ხელი. აი ესე იგი რომ ელჩმა თქვა და აი უცხოელმა თქვა და როგორ შეიძლება რომ ეს მართალი არ იყოს. ხო? უცხოელმა პროფესორმა საქართველოს განათლების სისტემის რა იცის? არა, რატო უნდა მოვკითხოთ? რატო უნდა მოვკითხოთ? ეს რა მონობაა? მართა რა კოლონიალიზმი? კი, ეს არის კოლონიალური აზროვნების ჩატენვა უნდა თავში და ჩატენეს. არიან გერმანელები სხვა შორის. მაგის მასტერები ინგლისელები არიან. მაგის მასტერები ინგლისელები არიან, იმიტომ რომ გერმანელებისგან ჰქონდათ რუსებს ნაცნობი, ის კოლონიაში აშენებდნენ რაღაცებს. გერმანული კოლონიები აფრიკაში რო ჩახვალ იქ გერმანულადაა მოწყობილი. გერმანულია იქ რაღაცები და სხვანაირად. მაგრამ ეს რო არ უნდა განვითარდეს ადგილობრივი მრეწველობა, ადგილობრივები უნდა იყვნენ. გერმანია მართლა უნიკალური ქვეყანაა. ჯერ კიდევ როდის ჩამოვიდნენ მე-19 საუკუნეში გერმანელები, დღემდე არის მათი აშენებული. კი ბატონო. არჩევლების სოფელი, არაჩვეულებრივი რომელიც და მინდა დასასრულ ასევე თქვენ პარტია გაქვთ, პარტიას ხელმძღვანელობ შეიძლება ითქვას, თქვენც ეწევით ჩემო კარგო მოვაწეობას საზოგადოების. ახალი წელი მოდის. რა გეგმებია? რას უსურვებთ? ეს ყველაფერი გავაერთიოთ, მე შენ ჩემო კარგო და უსურვებ მე პირდაპირ ახლა პარტიულ გეგმებზე სახელმწიფო არა, პარტიულ გეგმებზე სურვილი არის ის რომ საქართველოს ნეიტრალიტეტი არ არის სურვილი. კი, როგორ არა? ნეიტრალიტეტი არის ის პლატფორმა, რომელიც საქართველოს მოუტანოს მშვიდობა, განვითარება და წინსვლა მომავალში. იმიტომ რომ ის ყველაფერი, რაც აქამდე ჩვენ ქონდა და რაც კონსტიტუციაშიც გვიწერია სავალალოთ არა, ამან ჩვენ შედეგი არ მოგვიტანა და როგორც კი პრაქტიკულად ჩვენ ვაჩვენეთ, რომ რომელიმე ომში არ ჩავებით, ჩვენ შედეგი უკვე სახეზე გვაქვს და ხედავთ, რომ ესეთი მიდგომა გარე სამყაროსთან არის სწორი. მე მინდა უსურვო საქართველოს მოსახლეობას და ყველას, ვინც თქვენს მაყურებელს, რომ ყოფილიყოს მომავალი წელიც ისეთივე მშვიდი, ისეთივე განვითარების, ისეთივე განგრძობადი განვითარების და ყოფილიყოს მომავალი იმედების და ყველაფერი კარგი მინდა უსურვო ოჯახშიც და პირად. მე მგონი ნეიტრალიტეტის ბევრი სხვა პირობა აქვს წინ და არ არის მარტივად მისაღწევი, მაგრამ თავად ჩვენ კომპლექსისგან გამთავისუფლდეთ. აი სიგიჟის და ჩვენ ვიღაცის უკანა ეზონა ვიყოთ. ხო, ადვილად მიხსენებოდი. რუსეთთანაც არ იქნება. ეხლა ჩვენ ეს არის ეტაპობრივად სტრატეგიული მოთმინების რეჟიმში ეს არის და რუსეთთან ეხლა ჩვენ გამოვაქვეყნებთ მარტივი არ იქნება. ამ რაკიღა ჩამოვარდა მაინც ამ თემაზე ორი სიტყვით გეტყვით, რომ ჩვენ გამოვაქვეყნებთ ეხლა ჩვენს დოკუმენტს, სადაც ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არ არის დაუშვათ ერთი აქტით მისაღები რაღაცა, ეს არის ეტაპობრივად. ამას ჭირდება ლობისტი სახელმწიფოები, ამას ჭირდება დიდი მუშაობა, ხანგრძლივი გზა, რომელიც ჩვენ რო 30 წლის განმავლობაში ამ გზაზე გვევლო, დღეს შეიძლება მიხსენოთ და ძალიან ახლოს ვიქნებოდით. თურქმენეთმა რო გამოაცხადა დამოუკიდებლობა, ეხლა დღეს იყო წლისთავი. რამოდენიმე დღის წინ იყო წლისთავი და თქვენ ნახეთ, რამდენი ქვეყნის მეთაური ჩავიდა იქ, ჩვენთან ხარხარი იყო ატოჩელი ამის შესახებ. ჩვენთან ხარხარს დახდნენ, ატახეს თურქმენეთმა ნეიტრალიტეტი. მე რა გავიქცევი, ჩვენი პრემიერი რო ჩავიდა იქ და დაიწყეს კბილების ხრჭიარე და უბრალოდ დაითვალეთ მეთქი იქ ჩვენი ეკონომიკის რამდენი პროცენტი დგას იქ თქო 80% ჩვენი სავაჭრო პარტნიორები 80% ჩვენი სავაჭრო პარტნიორები არიან საქართველოს აღმოსავლეთით საქართველოს სამხრეთით და ჩრდილოეთით და თურქეთი ჩვენი სავაჭრო ბრუნვა ევროკავშირთან რომელიც არის იმაში რა ქვია აი რაღაც აფსაიდში საერთოდ სოფლიო პოლიტიკური პროცესები და მაგიტო არა ეკონომიკური ბერკეტი აი მაგიტო და იმიტომ ვერ გჯიან და გჯიან მხოლოდ კაია კალასის რაღაცა ვიზები და ასე შემდეგ თქვენ ძალიან მე მინდა უსურვოთ ჩვენს ქვეყანას უპირველეს ყოვლისა იმ სანუკვარი რამის შენარჩუნება რომელსაც ქვია მშვიდობა და კიდევ მშვიდობა
შვიდობის საფუძველზე იქნება საქართველოს ნეიტრალიტეტის, შვიდობის საფუძველზე იქნება საქართველოს გაერთიანება, შვიდობის საფუძველზე იქნება საქართველოს წინსვლა, მაგრამ აქვე მინდა ჩვენ ძვირფას მაყურებელს ერთი რამ უნდა ვუთხრა. არ შეიძლება მოდუნება. ჩვენ უნდა ვიყოთ უაღრესად ფრთხილად. ვინაიდან არიან ადამიანები მე საკითხვითაც ბატონო ბიძინა და ბატონო შალვა არ წამიკითხავს ისეთი რამ რაც ევროკავშირში დღევანდელ დღეს ხდება ევროპოლიტიკაში. არ ხდება არაფერი სინამდვილეში. არა, მე ვლაპარაკ ეს ერთსაბაბი და ხვალ მეორე. სხვა აი ზუსტად მაგას მოусმინეთ ეს რომ ევროკავშირის ქვეყნებს მოუწევდა რომ რუსეთთან ითანამშრომლობდნენ. ზუსტად ამას ვლაპარაკობ. კარგი იქნება თუ კარგი და ჩვენთვის თურმე არ შეიძლება. ცოტა ხნის წინ ჯარი შეყავდა უცხოური ლეგიონი შეყავდა ვითომ ოდესაში. არ გახსოვთ ეგ რომ იძახდნენ რაღაცა. არა, მან პრობლემები აქვს, იმიტომ რომ ამ უცხოელი ლეგიონერები ძალიან ბევრი მოუკვდათ მათ და ესენი იყვნენ ეხლა ეს მოქმედი ჯარის უკრაინული წარმოშობის და ეს მიხვდნენ რომ ეს რაღაც რემბოს წარმოდგენი რაღაც რო იქ შევალ და ადროს საფრანგეთია. სიფრთხილეა ჩემს კუთხით რა. სიფრთხილე იქნება ჩემო ძვირფასო მეგობრებო საჭირო ვინაიდან ესენი რატო ვლაპარაკობ მე ახლა პოლიტიკისაგან დაცლილი და ყველაფერი შეიძლება ამ ადამიანებს ეხლა რა მინდა ცხონებული ბაბუა ჩემი იტყოდა რა გიჟის გეშინოდესოთო რა ჭკვიანი კაცი მაგას არ გააკეთებსო რა ასად გიჟი მოიფიქრებსო შენ ვერ დაიცავ მით უმეტეს ეს პროცესია ისეთი რომ ეს როგორც საბჭოთა კავშირი დაიშალა და გვახსოვს სამივეს ჩვენ ელვისებური სისტრაფით ისტორიისათვის ანალოგიური სიტუაცია ამის შემჩერებელი არავითარი ძალა არ არსებობს და მე მინდა ჩემო ძვირფასო ქართველებო გითხრათ ისე არ მოვიქცეთ როგორც ჩვენ თავი შევყავით საბჭოთა კავშირის ნანგრევებში და ის ნანგრევები თავზე დაგვეცა ბოლო წლები მარწმუნებს იმაში რომ ქართველი ხალხისა და საქართველოს ხელისუფლების ერთიანობა ჩვენ საფუძველს მოგცემს იმისას რომ საქართველო გაბრწყინდეს ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე და მოხდეს იმის აღორძინება, რაც ვიყავით მე-12-მე-13 საუკუნეების მიჯნაზე. ამინ. მაგალითად, მეგობრებო, ჩვენ შემდეგ კვირას გვექნება ამ წელიწადს ბოლო ჩემი დღისთვის იყოს, მაგრამ ამ წელიწადს ბოლო გადაცემა, კარგად გზანდებოდეთ. კარგად გზანდებოდეთ. კარგად.